დედაქალაქის მასშტაბით გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამგორის რაიონში რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთება მიმდინარეობს. ლილოს დასახლებაში 4000 კვადრატულ მეტრზე მთლიანად იცვლება სანიაღვრე სისტემა და ასფალტის საფარი. სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავა სამგორის ახალ გამგებელთან ერთად მშენებლობის პროცესს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მერს სამარშრუტო ხაზის დანიშვნაც სთხოვეს. რამდენიმე ქარხანა ეს ბოლო პერიოდში დაკეტილია სხვადასხვა მიზეზების გამო. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულიდან ეს კერძო სექტორის გამოცოცხლება, იმიტომ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება უმუშევრობას. განსაკუთრებით ამ უბნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკმაოდ მოწყვეტილია თბილისის ცხოვრებას. აქ უამრავი პრობლემა განსაკუთრებით ამ კერძო დასახლებაში, კორპუსების მიმართულებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. კანალის მილებია ბოლომდე გამოსაცვლელი და ასფალტი იგება და მილების გამოცვლის პარალელურად ასფალტიც დაიგება. ჩემი მოვალეობაც ერთ-ერთი მთავარი სწორედ ის არის დავიარო ყველა უბანი, რასაც მუდმივად ყოველწლიურად ბუნებრივია ვაკეთებით და ახალი პრობლემები, ან ძველი დაგროვებული პრობლემები ერთად გავერთ. ვიცი თუ რა პრობლემებია, როგორც კომუნალური, ასევე სოციალური მხრივ და ჩვენი უპირველესი მოვალეობა იქნება გამგეობის, რომ ის პროექტები და პროგრამები, რომელსაც გამგეობა განახორციელებს, მაქსიმალურად მოსახლეობამდე იყოს მიტანილი. რაც თავი მახსოვს, აქ გზა არ გაკეთებულა, რა აქ ცხოვრობ 38 წელია. სანიაღვრე სისტემა დღესაც არ არის, დღესდღეობით. გზა ყოველთვის ესეთი პრობლემულია, ძალიან გვიჭირს ტრანსპორტი, არ აქვს წყალი, მოდის ნიაღვრები, ერთი კვირის წინ მოდიოდა იმხება ნიაღვარი, აი ბარიკადები აღმართული, ეს იყო წალეკილი მთლიანად ჩაყარეს, ეს ორი კვირის წინ ჩაყარეს, აი ეს რაღაცა გადაასწორეს. დღეს აგერ ხედავთ, რომ გამოვიდნენ და აკეთებენ და როდის იქნება არ ვიცი და როგორ გაკეთდება. ხარისხსაც გააჩნია.